დაუდასტურებელი ინფორმაციით ახალგაზრდა მასწავლებელზე თავდასხმის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. კერძოდ მისი ერთ-ერთი მოსწავლის 16 წლის გოგო შეყვარებულმა გიგა ავალიანზე იეჭვიანა. დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი, თუმცა თავდასხმაში 3 არასრულწლოვანი მონაწილეობდა. ავალიანის დედა ყველა მათგანის, მათ შორის 16 წლის გოგოს დასჯასაც ითხოვს. ავალიანი 2 ოპერაციისა და რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში 24 ოქტომბერს დაიღუპა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დარწმუნებით უნდა ვიცოდეთ, რომ პუტინთან შეთანხმებას დავდებთ. მე არ ვაპირებთ ყუილად დავკარგოთ, რო აცხადებს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ყოველთვის დიდებული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ახლა იმედგაცრუებულია. ტრამპმა პუტინთან უნგრეთში დაგეგმილი მოლაპარაკება მას შემდეგ გააუქმა, რაც რუსებმა ხარკოვში საბავშვო ბაღი დაბომბეს. ამას მოჰყვა ლუკოილსა და როსნეფტზე სანქციების დაწესებაც. კიევზე ღამით რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა. დაშავებულებს შორის 7 ბავშვია. რუსებმა დრონებით 9 და 16 სართულიანი კორპუსები დაბომბეს, რასაც ძლიერი ხანძარიც მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია. უკრაინა შვედეთიდან გრიფენის გამანადგურებლებს მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით შეთანხმება 150 თვითმფრინავზე მიღწეულია და პირველი პარტია უკრაინაში მომავალი წლიდან ჩავა.